ჭრეკა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის სახლში გამოძიება ირაკლი ქარსელაძით დაინტერესდა. თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია მისი მოადგილე კობა გაბუნია. საქმე ბაღების ტენდერებიდან 9 მილიონ ლარზე მეტის თაღლით ურად დაუფლებას ეხება. ქარსელაძე სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. კახეთში კაცმა სანადირო თოფით ერთი პირი მოკლა, მეორე კი დაჭრა. მისი მდგომარეობა მძიმეა, შემთხვევა სიღნაღში მოხდა. დანაშაულის მოტივი კი არსებული ინფორმაციით შურისძიებაა. დაკავებულია 43 წლის კაცი. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისგან მადლობის წერილი მიიღო. ევროკომისიის პრესპიკერი კი განმარტავს, რომ წერილის შინაარსი სანქციების გვერდის ავლის შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა. ჯერ კიდევ ველით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და მოუწოდებთ მათ მეტი ნაბიჯისკენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ჩვენ სანქციებს გვერდი არ აუაროს, ამბობს ანიტა ჰიპერი. როსნეფტის ნავთობტანკერი, რომელიც ინდოეთისკენ მიცურავდა ამერიკული სანქციების შემდეგ, ბალტიის ზღვაში დაბრუნდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, ტანკერი 730,000 ბარელი რუსული ნავთობით იყო დატვირთული. ინდურმა კომპანიამ, რომელსაც როსნეფტთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს, უკვე განაცხადა, რომ დასავლურ შეზღუდვებს დაიცავს. რუსეთში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელსაც უკრაინელები თავს დაესხნენ, წარმოების ნაწილი შეაჩერა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხანას პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.